ფაბრიკა ქარხნები დაშალეს და გაძარცვეს. გიგანტები, ასე ვთქვათ, რომ აი მართლაც რომ სოფლიო მნიშვნელობის ქარხნები იყვნენ, თუნდაც ინდუსტრია მოშალეს, ვაგონ შემკეთებელი. მე რაც კი ხალხს ჰქონდა, მე ხშირად გამიმეორებია საბჭოთა კავშირის დროს ყველას ჰქონდა თითქმის დანაზოგები და ანაბრები ჰქონდა და ვალები კი არა. მთლიანად გაძარცვეს ეს ხალხი. დაზარალებული მეანაბრეები. ზოგმა ქვეყანამ ეს აუნაზავ ძალიან ბევრი მოპოსაბჭო. კი, დარჩა ისე. გაყიდული ეს მოძრავი ქონებები, მდინარეები, ტყეები, რა ვიცი, მიწები, ამოდენა მიწები გასხვისებული. ამ სისქეზე გვიდევს აქ საჯარო რეესტრიდან ამოღებული უცხოელებზე გაყიდული ქართული მიწები. საშინელი მდგომარეობა. ხო, აი მოშალეს ეროვნული წარმოება, აი სოფელი, რატო გაქრა ახლა ის სოფლები? მოშალეს ყველაფერი, ესე იგი, არაფერი არ გაუკეთებიათ მრეწველობისთვის, სოფლის მეურნეობა გავერანებულია და მიწასთან არ გასწორებული იცი. RMG-ს აი ოქროსავადოს რო გასხვის რა. ხო და ერთადერთი რაც ქვეყანაში მუშაობს არის კაზინო და მევახშეობა. ნახეთ, აი ეს ბიზნესია. გაოცდებით, ესე იგი მე გუში სპეციალურად ვაკვირდებოდი პატივცემულო მეგობრებო ონლაინ რომ დააკვირდეთ აჭარა ბეთი, კრისტალ ბეთი, კროკო ბეთი, ლიდერ ბეთი, ბეთლაივი, რავი ყველა ხო არის საპატრიარქო ვერსია ონლაინ აქ რომ ნახოთ ტელევიზია იმაში ხო დაახლოებით ჩართული ერთი 30000 ადამიანი 40000 კაზინოში ზის აი ამ დაცლილ საქართველოში და ეხლა თვითონ ფიზიკურად კიდევ რამდენი ზის იქ და წარმოიდგინეთ არავით არის სამუშაო არა და კაზინოში ზის მთელი ეს გასაცოდავებული ხალხი ეს ქვეყანა არის თქვენ აი ეს ხელისუფლება საით მიდიოთ საერთოდ კაი დღეს 500 სოფელი მოკვდა ხვალ 1000 გახდება თქვენ თავრობა რო ხართ, აი რას აკეთებდით ამ ათეული წლების მანძილზე? და კიდევ გაქვთ მორალური უფლება, თქვენ ხელისუფლებაში იყოთ, კაცო და კიდევ თქვენი უნდა დავიჯეროთ რამე ამ ხალხმა. ჩვენ არა გვაქვს მორალური უფლება, რომ ხმა მოიღოთ ქართულმა ხალხმა. რატომ გვართმევთ სამშობლოს, კაცო? ხელიდან გვეცლება სამშობლო თორე არაფერი. აქო იმაზე არ არის ლაპარაკი, ბატონო ივანე, ჩვენ ეხლა საკრებულოში ვიბრძოდეთ სკამებისთვის. სამშობლოს ვერ დავთმობთ. მართალი ბრძანდებით